გამარჯობა ძვირფასმენელებო, ვაგრძელებთ ტაროს კარტის შესწავლას და დღეს განვიხილავთ ორ კარტს. ეს არის უფროსი არკანების მეათე არკანი, ეს არის იღბლიანი ბორბალი და მე-11 არკანი, ეს არის სამართალი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გადავედით ახალ ეტაპზე. ანუ ტაროს კარტი არის რეალურად პირველი ნულოვანი კარტის სულელის მოგზაურობა ცხოვრების გზაზე, ხო? ანუ ჩვენ გქონდა რამოდენიმე ეტაპი. პირველი ეტაპი იყო თვითონ სული ადამიანის, რომელიც წარმოდგენილია კარტა სულელით. შემდგომი ეტაპი იყო მისი გონების ჩამოყალიბება, მისი გონების მამაკაცური და ქალური მხარე, რომელიც არის ქურუმი ქალის და მაგის მეშვეობით წარმოდგენილი. მესამე ეტაპი იყო მისი მშობლები, ანუ ოჯახი და განათლებაც, ეგრეთ ვთქვათ, ამ ეტაპზე არის იმპერატორი, იმპერატრიცა და ეროფანტი. შემდგომი ეტაპი იყო სოციალური ეტაპი, როდესაც ადამიანმა გააკეთა არჩევანი, კარტა საყვარლების მიხედვით, დაიწყო სამსახური, ისწავლა თავისი პერსონალური საზღვრების დაცვა, დაიწყო თავისი თავის შესწავლა, კარტა განდეგილის მიხედვით. და ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე. ეს არის იდეების განვითარების შესახებ ეტაპი, როდესაც ადამიანი იღებს ისეთ გამოცდილებას, რომლის მეშვეობითაც ავითარებს სხვადასხვა იდეებს ცხოვრების გზაზე. ეს არის უმაღლესი იდეები, ღვთიური იდეები. ძალიან ბევრ ადამიანს არც აქვს შანსი შეეხოს ამ იდეებს. რამე თუ ეს იდეები არ შეიძლება მხოლოდ შეისწავლო, ეს იდეები უნდა გამოცადო შენს სხეულზე. ესე ვთქვათ, მხოლოდ მაშინ დარწმუნდები, რომ ეს იდეები არის ნამდვილი და ამ იდეებში შედის მომდევნო 5 კარტა, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ. და მას შესადამე დავიწყოთ ჩვენი ორი კარტით. მეათე არის იღბლიანი ბორბალი, უფროსი არკანების, ხოლო მე-11 ნომერი არის სამართალი. და ეს იქნება ძალიან საინტერესო ლექცია. რამე თუ ის გასცემს პასუხს ისეთ ღრმა კითხვებს, თუ რა კანონებით იმართება ჩვენი ბედია პლანეტაზე და არსებობს თუ არა სამართალი. რატომ არის რომ ადამიანები, რომლებიც ჩადიან აბსოლუტურ ბოროტებას, ძალიან დიდი ხნის მანძილზე რჩებიან დაუსჯელები? იმდენად დიდი პერიოდის მანძილზე, რომ ისინი აგრძელებენ ზიანის მიყენება სხვა ადამიანებისთვის, აბსოლუტური დაბრკოლების გარეშე. ხოლო უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან არაფრის გულისთვის. უბრალოდ იმიტომ, რომ მათ ცხოვრებაში შემოიჭრა ფსიქოპატი. სულ ერთია, ვინ იქნება ეს უარყოფითი პიროვნება. იქნება თუ არა ეს თანამედროვეობის დიქტატორი, ან რომელიმე მანიაკი, ან შეიძლება უბრალოდ პარტნიორი, რომელიც ასევე ფსიქოპატია. ასევე გავიგებ, თუ რატომ დიდრდებიან დიდრები და ღარიბდებიან ღარიბები. თუ რატომ ავადდებიან და კვდებიან ახალგაზრდები. ხოლო მოხუცები კი ცხოვრობენ იმაზე დიდხანს, ვიდრე მათ ეს უნდათ. და რატომ არის, რომ ზოგჯერ ჩვენ თავს ხდება ერთი და იგივე რთული მოვლენა განმეორებით ისევ და ისევ. მაგალითად, ერთ დაავადებას მოვიშორებთ, ჩდება მეორე. ან მუდმივად შევდივართ ტოქსიკურ ურთიერთობაში. ან ბევრს მუშაობთ, მეათე სამსახურს ვიცვლით და ჩვენ არ გვეძლევა არც ნორმალური ანაზღაურება და არც ნორმალური მოპყრობა. სად არის ღმერთი, ცალია თუ არა მას ჩვენთვის და თუ არსებობს ღმერთი, სად არის სამართალი. დიახ, ამ ყველაფრის შესახებ ჩვენ ვისაუბრებთ აი ამ ლექციაში. და მინდა გითხრათ, რომ ყველაფერზე რაზეც კი მე აქ ვისაუბრებ, შეიძლება ზოგადად წინააღმდეგობაში მოვიდეს თქვენ რწმენათა სისტემასთან. რომ ჩემი მიზანი არ არის შევცვალო რომელიმე ადამიანის რწმენა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მე ამაზე ვერაფრით ვერ ვითავებ. და ეს არის უბრალოდ გასართობი არხი. და მას შესადამე ლექცია იქნება საკმაოდ გრძელი, მოიმარაგეთ ჩაი, სასუსნავები და დავიწყოთ. ზემოაღნიშნულ კითხვაზე ყველა რელიგიას აქვს თავისი შეხედულება და განმარტება და სხვადასხვა რელიგიების და სოფხედველობის შეხედულებები მოცემულია ამ კარტში. აქ თქვენ შეხვდებით ქრისტიანობას, აღმოსავლურ რელიგიებს, იუდაისტურ სიმბოლოებს და ცოტა არ იყოს გაურკვეველ პერსონაჟებს. აი გულიხმობ აი ესეთ წითელ პერსონაჟს, ადამიანის ტანით და პურის თავით. ასევე შეხვდებით ეგვიპტური რელიგიების და მითოლოგიის პერსონაჟებს. მაშასე, კარტის მთავარი პერსონაჟი არის ბორბალი. მას უწოდებენ იღბალის ბორბალს. ზოგიერთი ტაროლოგი ამ კარტს უწოდებს ბედის ბორბალს, მაგრამ რამდენადაც ტაროს ინგლისურად ქვია The Wheel of Fortune, ქართულად ეს კარტა იქნება იღბალის ბორბალი. ჩვენ გვაქვს ამ კარტის შესახებ მთელი სიმღერა, რომელიც ალბათ თქვენთვის საკმაოდ ცნობილია. მას ქვია ბედის ბორბალი ტრიალებს.
იღბლიანი ბორბალის იდეა მოდის რომაული მითოლოგიიდან ქაღმერთი ფორტუნას შესახებ. მას ხშირად გამოხატავენ ბორბალით ხელში და ასევე ახვეული თვალებით. არსებობს სხვა მისი გამოსახულებაც, სადაც მას ხელში უჭირავს უშველებელი რქა, გადმოტრიალებული, საიდანაც იყრება მონეტები. მასაც ხშირად ახვეული აქვს თვალები ამ გამოსახულებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქალღმერთისთვის სულ ერთია, ვის მისცემს წყალობას, ცუდ თუ კარგ ადამიანს, მდიდარს თუ ღარიბს. ყველა არ არის, რომ ეს ღმერთი გამოსახულია როგორც ქალი. ძალიან ხშირ შემთხვევაში ქალბატონებს ძველ დროში შეძლოთ მხოლოდ ბედის იმედი ქონოდათ. ისინი მოკლებულები იყვნენ ყოველგვარ უფლებას თვითონ მოეპოვებინათ საკუთარი წარმატება. მათი წარმატება ცხოვრებაში მხოლოდ იმით განისაზღვრებოდა, თუ ვის გაყვებოდნენ ცოლად, მდიდარს თუ ღარიბს. ხოლო თუ ისინი უკვე იყვნენ მეუღლეები, ანუ გათხოვილები, მოიპოვებდა თუ არა მათი მეუღლე წარმატებას. ისინი დღეების მანძილზე არ თავდნენ სართავ ბორბალზე, ძაფს იჯდნენ, ოცნებობდნენ, განშტით იყვნენ დაკავებულები, თუ ვისთან და რანაირად მოვიდოდა ფორტუნა. და სწორედ ესეთი სართავი ბორბალი შემდგომ გადაიქცა ბედის ბორბლად, რომელზეც ზოგი ადის, ზოგი ჩადის და არასოდეს იცი, როდის გაგიმართლებს, როდის ჩამოვარდები ბორბლიდან, ან როდის ახვალ მასზე. აღმოსავლური რელიგიის მიხედვით, ამ სამყაროში არსებობს სამი ენერგია, სამი ღმერთი, რომელიც მართავს ყველაფერს ამ დედამიწაზე და ზოგადად სამყაროში. ეს სამი ღმერთი არის ბრაჰმა, შივა და ვიშნუ. ბრაჰმა არის დაბადების ენერგია, რომელიც განსაზღვრავს, რა უნდა გაჩნდეს ამ სამყაროში, რა ფუნქციები აქვს ნებისმიერ ახალ იდეას, ახალ დაბადებას, რა გაჩნდება, რისთვის, სად და როდის. ეს შეიძლება ეხებოდეს ადამიანს, შეიძლება ეხებოდეს ქვეყანას, თითოეულ კაცს, თითოეულ ხეს, თითოეულ ყვავილს, ყველა ცხოველს, ყველა მთას და მდინარეს აქვს რაღაცა ჩანაფიქრი. ვიშნუ არის ღმერთი, რომელიც მუშაობს ახალდაბადებული ენერგიის განვითარებასა და შენარჩუნებაზე. ხოლო შივა არის სიკვდილის და განადგურების ღმერთი. ყველაფერი ამ დედამიწაზე იბადება, იზრდება, ცხოვრობს და შემდგომ კვდება. ვერც ერთი ადამიანი, ვერც ერთი ცხოველი, ვერც ერთი პლანეტა აი ამ ჟამთასვლას ვერ გაექცევა. შივა სიკვდილის ღმერთი სვამს უდიდეს კითხვებს და აკეთებს ანალიზს იმის შესახებ, თუ რისთვის იყო ეს ყველაფერი. ეს სამი ენერგია არსებობს ყველა ჩვენგანში, ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. როდესაც ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს ჩვენ ცხოვრებაში, მაგალითად ახალ სამსახურს, ახალ პროექტს, ოჯახს, ჩვენში მოქმედებს ბრაჰმა. როდესაც ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ ახალი ეტაპის შენარჩუნებაზე, ჩვენი ოჯახის დასა და განვითარებაზე, სამსახურში კარიერის აწყობაზე, ჩვენ ვსვამთ ისეთ კითხვებს, თუ როგორ განვავითარო, როგორ შევინარჩუნო, რა გავაკეთო საინტერესო, რომ ეს პოზიცია შევინარჩუნო. მაშინ თამაში მოდის ვიშნუ. ხოლო თუ ჩვენი გამოცდილება ირღვევა, თქვენ მოდიხართ სამსახურიდან, ან შესაძლებელია საკუთარი ოჯახიდანაც კი, თქვენ სვამ კითხვას, რისთვის იყო ეს ყველაფერი? ღირდა თუ არა ეს ყველაფერი მცდელობად? რა დასკვნები გამოიტანეთ? რას გააკეთებდით ახლებურად, როდესაც შეხვიდოდით მსგავს გამოცდილებაში? აი ეს სამი ენერგია ატრიალებს ბედის ბორბალს, ეგრეთ წოდებულ იღბალის ბორბალს. სფინქსი, რომელიც მდებარეობს ბორბალის ზემოთ, არის მიუწვდომელი საიდუმლოებების განმასახიერებელი პერსონაჟი. ის პასუხისმგებელია დაბადებაზე, ხოლო პერსონაჟი ადამიანის ტანით და ტურის თავით არის ჰერბანუბისი. ეს არის ბერძნული ვაჭრობის ღმერთის და მიწისქვეშა სამყაროს ეგვიპტური ღმერთის ანუბისის მიქსი. ანუბისი ცნობილი იყო თავისი გონება-מחვილობით და სიეშმაკით. ის პასუხისმგებელია ზრდაზე და შენარჩუნებაზე. ხოლო ბერძნული ტიფონი, გველი, პასუხისმგებელია გრევაზე. ეს ბორბალი კარგად გამოხატავს ჰერმეტიზმის ერთ-ერთ პრინციპს. შეგახსენეთ, რომ ტაროს კარტი მთლიანად ეფუძნება ჰერმეტიზმის 7 პრინციპს, რომლის შესახებ მე მაქვს ვიდეო და მოგიწოდეთ ნახოთ ის ვიდეო, თუ თქვენთვის ეს საინტერესოა. ერთ-ერთი პრინციპი არის ის, რომ ყველაფერი იბადება, ვითარდება და შემდეგ კვდება. არ არსებობს მუდმივი სიმდიდრე, მუდმივი წარმატება და ასევე მუდმივი უბედურებაც არ არსებობს. ნებისმიერი უბედურება მთავრდება, ყველა ადამიანი იბადება, იზრდება, კვდება. ყველა მოდა, ყველა ორგანიზაცია,
ყველა ხე, ყველა პლანეტა იბადება, იზრდება და კვდება. აქ არის მოცემული ცოტაოდენი ქრისტიანული ფილოსოფიაც. ქრისტეს მოძღვრება. 4 პერსონაჟი, რომელიც განლაგებულია ტაროს კარტის კიდეებში, გამოსახავს 4 ევანგელისტს. მათე არის ადამიანი, მარკუსი გამოხატულია ლომის ფიგურით, ლუკა არის კურო და არწივი არის იოანე. ეს ფიგურები მეტყოლებენ იმაზე, რომ ქრისტიანული რელიგიაც ასევე ხსნის ამ მოვლენას. ქრისტემ რა თქმა უნდა იცოდა, რომ ყველაფერი ამ დედამიწაზე არის წარმავალი და მოგვიწოდებდა იცხოვრეთ ისე, თითქოს ყოველი თქვენი დღე არის ბოლო დღე. და ამით მას უნდა ეთქვა, რომ დააფასეთ თქვენი დრო დედამიწაზე. ყოველი დღე გაიღვიძეთ მადლიერებმა, იმიტომ რომ მოვა ერთი მშვენიერი დღე, როდესაც თქვენთვის არ გათენდება. ქრისტეს ამ სიტყვებშიც არის ტაროს ამ კარტის ერთ-ერთი უდიდესი ახსნა. უბრალოდ ამ ეტაპზე დავიმახსოვროთ ის, რომ ქრისტე მოგვიწოდებდა მადლიერებაზე. შემდგომ მე ამ მადლიერების თემატიკას დავუბრუნდები. ბორბალს აწერია ტარო. თუ მას წავიკითხავთ ასო ერით, ამ წარწერას, მაშინ წარწერა იქნება როტა, რაც ლათინურად ბორბალს ნიშნავს. ხო, თუ წავიკითხავთ მარჯვნიდან მარცხნი, როგორც ებრაელები კითხულობენ წარწერებს, მაშინ იქნება ტორა, ანუ თორა. შემოვიდა კიდევ ერთი რელიგიური სოფხედველობა. ესე იგი რა გვაქვს ჩვენ აქ? აღმოსავლური იდეოლოგია, ბერძნული მითოლოგია, ეგვიპტური ღმერთები, რომაული ბორბალი, ქრისტიანული რელიგია. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ იმდენად დიდი და ყოვლის მომცველია ეს ფენომენი, რომ მას ყველა რელიგია ხედავს და უბრალოდ გვერდს ვერ აუვლის ვერანაირად. და ყველა ცდილობს ეს თავისებურად ახსნას. გარდა ამისა, იმ ფაქტზე, რომ ჩვენ აქ საუბარი გვაქვს ძალიან დიდ და ყოვლის მომცველ ფენომენთან, მიუთითებს ის ფაქტიც, რომ თვითონ ეს ბორბალი განლაგებულია ჰაერში. ეს არ არის რაღაც ბორბალი, რომელიც მიგორავს დედამიწაზე. არა, ეს არის უშველებელი მექანიზმი, სისტემა, ის არის ჰაერში, ღრუბლებში და ის არის ღმერთის ხელში. მას განაგებს ღმერთი. მისი მასშტაბები არის ძალიან დიდი, ყოვლის მომცველი, მთელი სამყაროს მომცველი. კარტა ზოგადად დადებითია, ცა არის ცისფერი, სასიამოვნო ფერი, ზოგადად არის ნათელი ფერები. ეს მას ნიშნავს, რომ კარტის პირვანდელი მნიშვნელობა არის დადებითი და ის უბრალოდ მიუთითებს იღბალზე, ღმერთის წყალობაზე. თუ გარშემო არ არის უარყოფითი კარტები, ეს მას ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრებაში რაღაცა შეიძლება შეიცვალოს სასიკეთოდ და თან ძალიან მალე. ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუ დაუშვათ არის უარყოფითი კარტები გარშემო, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მეორდებოდეს რაღაც გარკვეული უარყოფითი მოვლენები, ისე და ისე თუ დადებითი მოვლენები მეორდება, ამაზე საწინააღმდეგო ალბათ არც ერთ თქვენგანს არაფერი არ ექნება, ხო? და ასევე გარშემო უარყოფითი კარტების მიხედვით შეიძლება მოხდეს ისე, რომ რაღაც კარგი პერიოდი მივიდეს დასასრულისკენ. გესმით? მას ასე, ყველაფერი იბადება, ყველაფერი იზრდება და ყველაფერი კვდება, სრულდება. და აქ კითხვა არის მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი ამ კარტთან მიმართებაში. როდის? კითხვა ერთადერთი აქ მხოლოდ და მხოლოდ როდის მოვა ჩემი ბედნიერება, რამდენი ხანი გაჩერდება ის ჩემთან და როდის დამტოვებს? ან როდის წავა ჩემი უბედურება სანაცვლოდ, ხო? ერთხელ და სამუდამოდ. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი კითხვა. არ არის კითხვა აქ იმის შესახებ, რომ რაღაცა შეიცვლება, ყველაფერი იცვლება აბსოლუტურად. კითხვა არის მხოლოდ და მხოლოდ როდის. და პასუხი არის ძალიან მარტივი. მაშინ, როდესაც ჩვენ გავაგზავნით შესაბამის ენერგიას. ანუ თუ ჩვენ გვინდა, რომ რაღაცა გამოცდილება მოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ უნდა გავაგზავნოთ დაბადების ენერგია, ეგრე ვთქვათ. ანუ მოლოდინი და იმედი, რომ ეს გამოცდილება ჩვენ ცხოვრებაში მოვა. ხოლო თუ ჩვენ გვინდა, რომ შენარჩუნდეს რაღაცა, მაშინ ჩვენ შესაბამისად ვაგზავნით ზრდის და შენარჩუნების ენერგიას. ხოლო როდესაც ჩვენ გვინდა, რომ რაღაცა მოვლენამ დატოვოს ჩვენი ცხოვრება, მაშინ ჩვენ ვაგზავნით განადგურების ენერგიას. დავშვით, მოვიყვეთ ესეთი მაგალითი, ბავშვის დაბადება, ხო? ქალს უნდა ბავშვის დაბადება, ისაბაზე ფიქრობს, ოცნებობს და უცებ აღმოაჩენს, რომ ის ორსულად არის.
ის ბავშვს ელოდება, უხარია, ბავშვი დაიბადა. ანუ ახალი მოვლენა ცხოვრებაში შემოვიდა. და შემდგომ იწყება ზრდის და შენარჩუნების ენერგია. ქალი ბავშვს უვლის მაქსიმალურად, ცივნიავს არ აკარებს, უკეთებს საჭმელს დღეში 3-ჯერ, უძლის საფენებს და ასე შემდგომ. როდესაც ბავშვი იზრდება, ის ყიდულობს ახალ ტანსაცმელს, მიყავს სკოლაში და ასე შემდეგ. ის ზრდის ამ ბავშვს. ხოლო როდესაც ბავშვი გაიზრდება უკვე მშობელი გრძნობს, რომ ადრე თუ გვიან ბავშვი უნდა წავიდეს მის ცხოვრებიდან, ხო? ეს არის კანონზომიერება. ის ამისთვის ფსიქოლოგიურად ემზადება. ის უკვე ფაქტიურად განადგურების ენერგიას აგზავნის მისი ცხოვრებიდან, ყოველ შემთხვევაში ბავშვი წავა, ხო? არსებობენ ისეთი მშობლები, რომლებიც არაფრით და არაფრით არ უშვებენ ან გამოცდილებას საკუთარი ცხოვრებიდან. ისინი ისევ აგრძელებენ ბავშვის მოვლას, საჭმელების კეთებას მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი შეიძლება იყოს 30-40 წლის, ტანსაცმელის რეცხვას მისთვის და ასე შემდგომ. ანუ თბილ ბუდეს არ არღვევენ. და თვითონ ადამიანისთვისაც, ბავშვისთვისაც შესაძლებელია ეს სიტუაცია საკმაოდ ბავშვისთვის უკვე აღარ დიდი ადამიანისთვის. ეს სიტუაცია შეიძლება იყოს საკმაოდ კომფორტული და მან რეალურად იფიქროს, რომ მას არავინ ისე არ მოულის, როგორც საკუთარი დედა. და ცხოვრება გაატაროს საკუთარ მშობელთან სიცოცხლის ბოლომდე ფაქტიურად, ხო? მაგრამ არსებობს ესეთი შემთხვევა, რომ დავუშვათ ბავშვს უკვე ყავს შეყვარებული. ბავშვს აღარ უნდა მშობლებთან ცხოვრება, უფრო ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ეს მოვლენა და ის უკვე აგზავნის სხვა ენერგიას. ის უგზავნის ახალი დაბადების ენერგიას, სხვა მიმართულებით გზავნის და მშობელს კიდე უგზავნის განადგურების ენერგიას, ეგრე ვთქვათ. მშობელთან ცხოვრება მას აღარ უნდა. მშობელს კი არ ეწყობს ეს სიტუაცია, მას ისე უნდა, რომ შვილი დარჩეს მასთან ერთად საცხოვრებლად. ის ისე უვლის ბავშვს. რა მოხდება ამ შემთხვევაში? აქ ენერგიები მოდიან ერთმანეთთან ძალიან დიდ წინააღმდეგობაში. ბავშვს უნდა სხვა რაღაცა, მშობელი აგზავნის სხვა ენერგიას, ხო? ამ შემთხვევაში უკვე ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან თანხმდრაში ვერ იქნება, ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, ბავშვი დაბადებს რაღაც გარკვეულ ახალ გამოცდილებას, ის შექმნის საკუთარ ოჯახს, გაუჩნდება საკუთარი ბავშვი, ხოლო მშობელს კი, რომელსაც უნდა რომ შეინარჩუნოს ეს სიტუაცია, შეიძლება მოუწიოს ან ძაღლისაყვანა, ან სხვა ბავშვის შვილება შეიძლება, ან გაჩენა. თუ ეს მისთვის მნიშვნელოვანი, ის მაინც იპოვნის იმას, რაც უნდა. ან პატარა ძაღლი ეყოლება და შემდგომ მის გაზრდაზე და შენარჩუნებაზე იზრუნებს, ან შეიძლება ეს იყოს პატარა ახალი ადამიანი, ხო? ანუ ყველა მონახავს იმას, რასაც ეძებს, რა ვიბრაციასაც აგზავნის ამ სამყაროში. თქვენ შეიძლება დასვათ ესეთი კითხვა, რომ თუ ყველა ადამიანი იმას იღებს, რაც უნდა, მაშინ რატო ხდება ისე, რომ არსებობს ამდენი ღარიბი, არსებობს ამდენი უბედური ადამიანი, რომელმაც გულის სწორი ვერ იპოვნა, რატომ არსებობს, ზოგადად ბევრი უბედურება ამ პლანეტაზე. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ცხოვრობთ სისტემაში, რომელიც ჩვენ თავს გვახვევს რაღაც გარკვეულ შეხედულებებს, ხო? ძალიან ხშირად და სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში ხალხს ჯერა იმისი, რომ ის, რასაც ისინი ელოდებიან, მათთან უბრალოდ არ მოვა. მათ შეიძლება სულ ყოველთვის უნდოდეთ, რომ შეხვდნენ გულის სწორს, მაგრამ ეშლებოდეთ და არ უშვებდნენ აი ამ დაბადების ვიბრაციას, არამედ უშვებდნენ შენარჩუნების ვიბრაციას. თუ ადამიანი მუდმივად წუწუნებს, სად არის ჩემი შეყვარებული, სად არის ჩემი გულის სწორი? რატომ არ მხვდება ეს ადამიანი? ეს რა არის ეს ვიბრაცია? ეს არის უბრალოდ შენარჩუნების ვიბრაცია, იმ სიტუაციის შენარჩუნების ვიბრაცია, რომელშიც ადამიანი ახლა იმყოფება. ესმით? და გამოდის, რომ სიტუაცია არასოდეს არ შეიცვლება, თუ ადამიანი არ შეცვლის თავის ფიქრებს, თავის განწყობას. მან რო გავუშვეს ვიბრაცია, აი რა კარგია, რომ მე დღე-დღეზე, ან ძალიან მალე ჩემს გულის სწორს შევხვდები, ის აუცილებლად შეხვდება თავის გულის სწორს. ანუ სამყარო ეგრე ვთქვათ, სავალალო სიტუაციაში არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები უბრალოდ უშვებენ ისეთი ვიბრაციას, როგორიც გამოდის. გამოდის, რომ ესეთი სიტუაცია არის და სხვა გზა არ აქვს, ესე უნდა ვიფიქრო. მაგრამ თქვენ ყოველთვის გაქვთ არჩევანი, იფიქროთ სხვანაირად. ეს არის საკმაოდ სასტიკი მექანიზმი, მე ესე ვიტყოდი. და საკმაოდ უტყუარი მექანიზმი, რომელსაც განაგებს ეს სამყარო, ღმერთი, რაც კიდე უწოდეთ, უძლიერესი ძალები, რომლებიც განაგებენ ყველაფერს დედამიწის ზურგზე. მაშასე, ბედის ბორბალის მიხედვით,
ყველა ენერგია მოდის ერთმანეთთან აბსოლუტურ თანხვედრაში, კანონზომიერებაში. ყველა სადისტს ყავს თავისი მაზოხისტი. ყველა მწვალებას ყავს თავისი მსხვერპლი. ყველა ადამიანს, რომელიც ეძებს გულისწორს, ყავს თავისი გულისწორი. ყველა ადამიანს, რომელიც ეძებს წარმატებას, წარმატება ეძებს თვითონ ამ ადამიანს. გესმით? ის, რასაც თქვენ ეძებთ, თქვენც გეძებთ ის მომავალი. საკმარისია მხოლოდ გაუშვათ შესაბამისი ვიბრაცია. იყოთ იმედიანად და უბრალოდ გჯეროდეთ, რომ ადრე თუ გვიან ბედის ბორბალი შემოbrunდება თქვენთვის. ხოლო როდის შემოbrunდება ბედის ბორბალი? აი ალბათ უახლოეს პირველ შესაძლებლობისთანავე, თქვენთვის დადებითად. იმისთვის რომ უკეთესად გავიგოთ ეს კარტა, უბრალოდ გაიხსენეთ თქვენ ცხოვრებაში არსებული ცვლილებები. გაიხსენეთ 3 სხვადასხვა სიტუაცია თქვენ ცხოვრებიდან. 1, როდესაც თქვენ ცხოვრებაში შემოვიდა ახალი რამე სასურველი ცვლილება, შეიძლება ის იყოს სასურველი ან პირიქით ნეგატიური ცვლილება და გაიხსენეთ თქვენი განწყობა. დაახლოებით 1-2 თვით ადრე, შეიძლება 1 წლით ადრეც კი, აი ამ საკითხთან დაკავშირებით. შემდგომ გაიხსენეთ ეს სიტუაცია, როდესაც თქვენ ცხოვრებაში რაღაცა შენარჩუნდა დიდი ხნის მანძილზე. შეიძლება ის იყოს თქვენი ოჯახი, შეიძლება თქვენი ოჯახი თქვენთან დგას წლების მანძილზე, ეს ფანტასტიკური გამოცდილებაა. შეიძლება თქვენ გაქვთ ძალიან წარმატებული, კარგი, მზარდი პერსპექტივების სამსახური და წარმოიდგინეთ, უბრალოდ გაიხსენეთ რა ვიბრაციებს უშვებთ თქვენ აი ამ საკითხთან დაკავშირებით. რატომ ნარჩუნდება ეს გამოცდილება თქვენს ცხოვრებაში? და გაიხსენეთ ისეთი გამოცდილება, როდესაც თქვენ რაღაცა დაკარგეთ. როდესაც თქვენ ცხოვრებიდან რაღაცა წავიდე, შეიძლება ის იყოს დადებითი, შეიძლება ის იყოს ნეგატიური გამოცდილება. რა ვიბრაციებს უშვებდით თქვენ მანამდე? შეიძლება თქვენ უბრალოდ მიენდეთ ბედს და უბრალოდ დაიკიდეთ ყველაფერი ფეხებზე. სხვათა შორის ეს ძალიან კარგად მუშაობს. ეხლა ავხსნი რატომაც. ანუ ფაქტიურად გამოდის, რომ ყველაფერი ჩვენ ხელშია. აი სიღბლიანი ბორბალი ზოგჯერ მე რომ ვუშლი ხალხს უშუალოდ კარტებს, ადამიანი მიძახიან, რა კარგია, ჩემს ცხოვრებაში მოვა რაღაც კარგი. ანუ ეშინიათ რომ შეიძლება მათ ცხოვრებაში ცუდი მოვიდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბორბალი ამოდის ცუდ კარტებთან ერთად. მაგრამ სიტამბილეში ერთადერთი ადამიანი, რომელიც ატრიალებს ამ იღბალის ბორბალს, ხართ თქვენ. ანუ ზოგადად იღბალის ბორბალი შეიძლება განიხილოს 2 მიმართულებით. ერთი არის აბსოლუტური შემთხვევითობა, ანუ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ ჯერათ, რომ ისინი თავისი ფიქრებით და ემოციებით ქმნიან თავის მომავალს, ეს იღბალის ბორბალი არის შემთხვევითობა. ისინი იგებენ ლოტერიას, მათგან მიდის შეყვარებული, ოჯახები ეგრევათ და ასე შემდგომ და მათ უბრალოდ არ სურთ დაინახონ კანონზომიერება თავიანთ ფსიქოემოციურ მდგომარეობას შორის და გარკვეულ მოვლენას შორის. არ ჯერათ იმდენად, რომ არც უნდათ ამ ხაზების შემაერთებელი ხაზების და კანონზომიერების გავლება. და მეორე მხრივ, თუ თქვენ ისურვებთ, რომ დაინახოთ ეს კანონზომიერება, ანუ ზოგადად გადახედოთ თქვენს ცხოვრებას, შეიძლება ამისთვის რაღაც გარკვეული დრო დაგჭირდათ, მე პირადად, როდესაც გავიგე ეს ინფორმაცია, მთელი 2 წლის განმავლობაში ვაანალიზებდით ჩემს ცხოვრებას. დაიჯერებს. იმდენად ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, იმდენად მინდოდა ცოდნოდა ეს სიმართლეა თუ არა, ჩემი ცხოვრების ყველა ელემენტი გავიხსენე დეტალებში, უწვრილეს დეტალებში და ზოგადად კაი მეხსიერება, მაგ ძალიან კარგი მეხსიერება ვიტყოდი. და რეალურად გავიხსენე ჩემი ფსიქოემოციური მდგომარეობა აი ამ დეტალებამდე და მხოლოდ მაშინ დავწმუნდი, რომ ეს სინამდვილეა. და მეორე არის ის, რომ გაანალიზო ეს მართალია და აიღო პასუხისმგებლობა შესაბამისად შენ თავზე, რომ შენ გამოასწორო შენი ფსიქოემოციური მდგომარეობა. თავისთავად სიტუაციაზე სხვა თვალთახედვის ფორმირება, როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის დაუშვათ და შენ უბრალოდ იმედიანად იყო, ცოტა იყოს ძნელია. ამასაც კი უნდა გარკვეული გამოცდილება, გარკვეული ცოდნა და ასე შემდგომ. ამას უნდა საკმაოდ დიდი დროის დათმობა. მაგრამ ერთის მხრივ, თუ თქვენ აი ამ სიტუაციას ეგრეთ ვთქვათ, დაამოხამეთ თუ როგორ იმუშაოთ იღბლიან ბორბალთან, ის ყოველთვის დაატრიალდება თქვენთვის სასიკეთოდ. თუ როგორ მართოთ ჩვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა, მე ამის შესახებ მექნება კიდევ არაერთი ლექცია. მე თვითონ ძალიან ბევრი ასპექტით მომიწია ჩემს თავზე მუშაობა. ძალიან ბევრი ასპექტით ეხლაც მაქვს სამუშაო ჩემს თავზე
მაგრამ რო ვიხსენებ ახლა ჩემ ცხოვრებას, მივხვდები რომ ვერანაირად მე ვერც ერთ შემთხვევაში ამ კანონზომიერებას ვერ გავეკეცი. აი გახსენდებათ თუ არა თქვენ ესეთი დავუშვათ ძველი ზღაპრები ან შეიძლება გარკვეულწილად აი ბიბლიური სიუჟეტებიც კი, როდესაც მეფეები ცდილობენ აიცილონ თავიდან რაღაც გარკვეული სიუჟეტი, რომელიც ნაწინასწარმეტყველები არის, სხვადასხვა ბრძენი ადამიანების მიერ. ხო? ისინი ცდილობენ აიცილონ ეს სიუჟეტები თავიდან, მაგრამ მათი ყოველი მცდელობა ამისა პირიქით ახლობს მათ აი ამ სიუჟეტთან, რომელიც შემდგომ მატერიალიზდება მათ ცხოვრებაში, არასასურველი მიმართულებით. გესმით? თუ თქვენ გაქვთ რაღაც გარკვეული განწყობა, რაც არ უნდა მანევრები გააკეთოთ ფიზიკური, მაინც ვერ აცდებით იმას, თუ რისი განწყობაც გაქვთ. სამწუხაროდ ესეა. არ ვიცი, სამწუხაროდ შეიძლება საბედნიეროდ. ანუ წარმოიდგინეთ, ახლა ზოგადად თქვენს გარშემო რამდენი ადამიანი არსებობს და ყველა ცხოვრობს სხვანაირი ცხოვრებით, ხო? ყველას აქვს სხვადასხვანაირი ოჯახური მდგომარეობა, ყველას აქვს სხვადასხვანაირი ფინანსური მდგომარეობა, ყველას აქვს სხვადასხვა პროფესიული მდგომარეობა. შესაბამისად, მათ ცხოვრებაში არის ის, რაზეც ისინი ფიქრობენ. რისიც მათ ჯერათ და რაც გონიათ რომ ისინი იმსახურებენ, იცით? ზოგიერთი ფიქრობს რომ იმსახურებს, რომ იყოს მდიდარი, შესაბამისად ის არის მდიდარი. ზოგიერთი ფიქრობს რომ ის არაფერს ცხოვრებაში არ იმსახურებს და მას არ აქვს ცხოვრებაში მართლაც არაფერი. ესმით? ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ყოველთვის იფიქროთ რომ თქვენ ყოველთვის იმსახურებთ საუკეთესოდ. თქვენ იმსახურებთ იმას, რაც თქვენ გინდათ თქვენი თავისთვის. თქვენი თავისთვის და არა სხვას თქვენი თავისთვის. გესმით? ხოლმე თქვენ ხართ ყველაზე დიდი ჯადოქარი თქვენ საკუთარ ცხოვრებაში. ძალიან ბევრი ადამიანი თვლის რომ ეს იღბლიანი ბორბალი სასტიკია. მაგრამ ჩემი აზრით ეს საკმაოდ სამართლიანია. ის უზრუნველყოფს რამოდენიმე ასპექტს. იცით? პირველ რიგში ის ასრულებს ღმერთის პირობას, რომ ყველა იმას იღებს, რისიც ჯერა. ანუ თქვენ იღებთ იმას, კი არა რაც გინდათ, იმას რაც გჯერათ. თქვენ შეიძლება გინდოდეთ რომ ხვალ გქონდეთ $1,000,000, მაგრამ არ გჯეროდეთ რომ ხვალ გექნებათ $1,000,000. შესაბამისად თქვენი გაწყობა იქნება ნეგატიური და თქვენ $1,000,000 ვერ მიიღებთ. გესმით? მეორე მხრივ ეს უზრუნველყოფს არჩევნის თავისუფლებას. თქვენ ყოველთვის გაქვთ არჩევანი თუ რა გჯეროდეთ. ანუ ეს არის პრინციპში ღმერთის შეპირება, არჩევნის თავისუფლება, მე მგონი აბსოლუტურად ყველა რელიგიაში არის ცნობილი. განსაკუთრებით ქრისტიანულ რელიგიაში. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნის თავისუფლება. რა მიმართულებით წავიდეთ? კარგი მიმართულებით თუ ცუდი მიმართულებით? ეს არ გულისხმობს მხოლოდ სხვა ადამიანებს, პირველ რიგში გულისხმობს საკუთარ თავს. ყველამ ჯობია პირველ რიგში მიუხედოთ საკუთარ თავს. ხო, სწორი ვარ? მესამე რიგში ეს უზრუნველყოფს ადამიანების დაახლოებას ღმერთთან. იმიტომ რომ მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც ჩავარდნილი არის რაღაც გასაჭირში, ცუდ სიტუაციაში ეძებს ღმერთს. ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აქვს და რეალიზებული აბსოლუტურად ყველა მიმართულებით თავის ცხოვრების მანძილზე, ის უბრალოდ ღმერთს არ ეძებს. მას უკვე ნაპოვნი აქვს ღმერთი, ის ბედნიერია უკვე. გესმით? მხოლოდ უბედური ადამიანი ეძებს ღმერთს. თავის ინდივიდუალურ გზას ღმერთთან, ანუ სულიერების გზას. და ეს არის ანუ ღმერთის და ადამიანის დაახლოების ერთადერთი შანსი. რომ არ არსებობდეს სიღარიბე, არ დაფასდებოდა სიმდიდრე. რომ არ არსებობდეს შიმშილი, არ დაფასდებოდა საკვები. ხო? გარდა ამისა, კიდევ ერთი ცუდი მომენტი არის ის, რომ იღბლიანი ბორბალი შეიძლება გულისხმობდეს ასევე კარმას. რა არის კარმა? როდესაც რაღაც გარკვეული გამოცდილება გადადის თქვენს შემდგომ რეინკარნაციაშიც. მაგალითად, თქვენ ამ ცხოვრებაში ირჩევდით პარტნიორებს მხოლოდ სადისტებს. ხო? ანუ ვერ ისწავლეთ ჭკუა 1, 2, 3, 4, 5 ადამიანი თქვენ ცხოვრებაში იყო სადისტი. ესე იგი თქვენ ეს გაკვეთილი კიდევ სასწავლი გაქვთ. თქვენ ისევ სასწავლი გაქვთ ის, თუ როგორ შეიყვაროთ საკუთარი თავი და არ მისცეთ სხვა ადამიანებს უფლება, რომ დაარღვიოთ თქვენი პირადი სივრცე. ხო? და გამოდის, რომ თქვენ შეიძლება დაიბადოთ ისეთ სიტუაციაში, სადაც უკვე აი თქვენი მშობელი, დედა, მამა იქნება სადისტი. ესმით, რომ თქვენ ისევ თქვენ თავზე იმუშაოთ და გამოხვიდეთ აი ამ მუდმივად მოტრიალე ბორბლიდან.
მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ იღბლიანი ბორბალი არა მხოლოდ სამართლიანია, არამედ ის დადებითიც არის. ზოგადად კარტას რო შევხედავთ, კარტა დადებითია. კარტა ნეიტრალურიც კი არ არის. კარტა აბსოლუტურად დადებითია. ანუ გამოდის ისე, რომ ეს იღბლიანი ბორბალი ისეა მიმართული, რომ თუ წესით ადამიანი არ გააგზავნის უარყოფით ემოციებს სამყაროში, გამოვა რომ ყველასთვის ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად კარგად. გესმით? ანუ ეგრე ვთქვათ, თუ თქვენ არ იცურავთ დინების საწინააღმდეგო მიმართულებით, მაშინ დინებამ, აი ამ იღბლიანი ბორბალის ტრიალმა, თქვენ აუცილებლად უნდა გამოგრიყოთ თქვენთვის სასურველ ადგილას. ხოლო თუ თქვენ გააგრძელებთ ბრძოლას, ეგრე ვთქვათ, თქვენი საკუთარი სცენარით და თან ნეგატივით შეცდებით, რომ აი გამოცუროთ იმ ცუდი სიტუაციიდან და თან იქნებით აბსოლუტურად გაბრაზებული და სასოწარკვეთილი, თქვენ შეიძლება ვერასოდეს ვერ გამოცუროთ აი ამ ნეგატიური მდინარიდან. ანუ ის გვეუბნება, რომ ჩვენ აბსოლუტურად უნდა მოვეშვათ, მივენდოთ სიტუაციას, მივენდოთ ღმერთს და გარკვეულწილად ეს იღბლიანი ბორბალი ჩვენ გვასწავლის ნდობას. ეხლა განვიხილოთ ზოგადად როგორ ტრიალებს ბორბალი, ხო? როდესაც თქვენ ხართ ბორბლის კიდეში, ის ტრიალებს თქვენთვის მთელი თავისი ენერგიით, მთელი თავისი ამპლიტუდით, ხო? ხოლო თუ თქვენ ხართ ბორბლის ცენტრისკენ, თქვენი ემოციური მდგომარეობით, თქვენ ტრიალებთ რაც შეიძლება ნაკლები სიჩქარით და აბსოლუტურ ცენტრში თქვენ საერთოდ არ ტრიალებთ. თქვენ ხართ აბსოლუტურად, ეგრე ვთქვათ, ხელშეუხებელი ინდივიდი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც არ ეხება ბედის ბორბლის ტრიალი. რას ნიშნავს ახლა ეს? რომ პირველ რიგში თქვენ არ უნდა გააგზავნოთ ნეგატიური ემოციები, მეორე რიგში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ დადებითი ემოციები, რატომაც არა, თუ დადებითია სიტუაცია, დაუშვათ ზრდის და განვითარების ენერგია გავგზავნოთ, ხო, ამ სამყაროში. მესამე რიგში, თუ თქვენ ხართ ცუდ სიტუაციაში, უბრალოდ გადააგდეთ ემოციები. გადააგდეთ მსჯელობა თქვენი თავიდან. არ არის არაფერი საფიქრალი. ღმერთს ყველაფერი უკვე დამფიქრი აქვს თქვენთვის. გესმით? ღმერთს მონახული აქვს თქვენთვის აბსოლუტურად ყველა სიტუაციაში გამოსავალი. ცოტა იყოს მეტირება, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტური მე მჯერა რომ სინამდვილე. და რაღაცნაირად ძალიან მეხება ეს სიტყვები. მე პირადად. გესმით, ანუ მე თვითონაც ძალიან გზნობიარად გზნობ თავს, როდესაც ამას ვამბობ. სინამდვილეში მე ეს არხი შევქმენი ისე ჩემი თავისთვის, ვიდრე სხვა ადამიანებისთვის. იმიტომ რომ ეს ინფორმაცია მე მეხმარება პირველ რიგში. ანუ რა უნდა გაკეთო ამ შემთხვევაში? ემოციურად წახვიდე ცენტრისკენ, ხო? მაქსიმალურად შეშვა ნერვიულობას, შეშვა რაღაც ფიქრებს, ასე შემდეგ, შეშვა ნეგატივის, წახვიდე ცენტრისკენ. შეხვიდე მედიტაციაში. მოусმინო სასიამოვნო მუსიკას, შეხვდე სასიამოვნო ადამიანებს, დაივიწყო შენი პრობლემები რაღაცა, ცოტა ხნით მაინც და აბსოლუტურად ყველაფერი თქვენთვის წესით და რიგით, იღბლიანი ბორბლის მიხედვით უნდა იყოს კარგად. აი სწორედ აი ამ შემთხვევაში მე მინდა ვთქვა უკვე ქრისტეს ერთი მოძღვრება, რომელსაც ის იძლეოდა, ეს არის მადლიერების გრძნობა. მადლიერების გრძნობა არის საუკეთესო ესე ნეიტრალური, ოდნავ დადებითი, ანუ ორგანიზმისთვის საკმაოდ მისაღები სასიამოვნო შეგრძნება, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ იმას, რომ მოიზიდოთ ყველაფერი კარგი თქვენს ცხოვრებაში. თუ თქვენ ხართ ახლა მადლიერი ამ სიტუაციაში, სამყარო თქვენ მოგცემთ ისეთ სიტუაცია თავისთავად გაუმჯობესდება ისეთი მიმართულებით, რომ თქვენ იქნებით ცხოვრებაში უფრო მადლიერი და საბოლოო შედეგად თქვენ მიხვალთ თქვენ საკუთარ მიზნამდე. ანუ თქვენ რო რაღაცა გიხარიათ ძალიან, აი დავუშვათ მოიგეთ ლატერია და ძალიან გაგიხარდათ ლატერიის მოღება, ხო? თქვენ ხართ აბსოლუტურად აღტკინებულ მდგომარეობაში, ორი დღე გული გიცევთ, ყვირი ხართ, დარბი ხართ, დახტი ხართ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ვერ იქნება თქვენი მუდმივი მდგომარეობა 1 წლის მანძილზე, 2 წლის მანძილზე, თქვენი ორგანიზმი გადაიწვება, შეუძლებელი ამდენი ადრენალინი გადმოისროდოთ თქვენს სისტემაში, გესმით? თქვენ უნდა იყოთ ცოტათი ნეიტრალური, მაგრამ ცოტათი დადებითი. და აი ეს ემოცია, ეს დადებითი ემოცია არის სწორედ მადლიერების ემოცია. ყოველთვის დაბრუნდით იმ მოვლენასთან, იმ დადებით მოვლენასთან, რომელიც შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში რაღაც პერიოდის წინ და ყოველთვის გაიხსენეთ ის და ღმერთს უთხარით, მადლობა. და იღბლიანი ბორბალი აუცილებლად გააგრძელებს იმ მიმართულებით ტრიალს,
რომელიც იქნება თქვენთვის ძალიან მომგებიანი მომავალშიც. იმედია ეს საკითხი კარგად ავხსენი. მე ზოგადად წინა ლექციაში მოყოლილი მაქვს ჩემი ინდივიდუალური სულიერი განვითარების გზა. და დღეს მინდა გავაგრძელო ეს გზა იმ მიმართულებით, რაც ეხება უკვე იღბლიან ბორბალს. ანუ აუცილებლად ნახეთ ჩემი წინა ლექცია, რომელშიც აღწერილი მაქვს 2 კარტა, ეს არის ძალა და ეს არის განდეგილი და იქ მე მოვყევი თუ როგორ შევცვალე ჩემი ვიბრაციები და მოვძებნე სამსახური ბრიუსელში. ხო? მაგრამ ჩემი თავგადასავალი ამითი არ დასრულებულა. ჩემი თავგადასავალი მხოლოდ დაიწყო. ეს არის მხოლოდ დასაწყისი ჩემი სულიერი განვითარების გზის. ანუ მე მქონდა ეს სამსახური, მუშაობდი დღეში 4 საათი, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ჩემი სამუშაო საათები ემთხვეოდა ჩემი სწავლების საათს. 100%-ით არა, მაგრამ 50%-ით მაინც იკვეთებოდა. საკმაოდ დაღლილი ვბრუნდებოდი, თუ არ ვწდები მარტო 4 საათი არა, 5 საათიც მუშაობდი ალბათ მინიმუმ. და საკმაოდ დაღლილი ვბრუნდებოდი მთელი დღე ფეხზე დგომით ასე შემდგომ და უბრალოდ აღმოვაჩინე, რომ ვერც ლექციებს ვერ სწრები ისე როგორც საჭირო არის, ვერც ვისვენებ, არც სწავლის დრო მაქვს, სწავლა იყო საკმაოდ რთული და ჩარჩენილი ვარ რაღაც ესეთ უარყოფით ნეგატიურ სიტუაციაში, რომელიც არ მაწყობს. ყველაზე რთული იყო ჩემთვის იმის გაანალიზება, რომ მე მივხვდი, რომ რეალურად შეიძლებოდა ეს მაგისტრატურა ვერც კი დამესრულებინა. 1 წლიანი იყო მაგისტრატურა და ზუსტად ვიცოდი, რომ 1 წელიწადში ვერ დავასრულებდი. ხოლო საზღვარგარეთ მუშაობა მე არ მაწყობდა, იმიტომ რომ საქართველოშიც მშვენიერი სამსახური მივატოვე და ისე წავედი, ხო? და შესაბამისად დამეწყო პანიკური შეტევება. ეს ღამე მეღვიძებოდა და ხაერი არ მყოფნი და თუ იმეს გამოუცდია პანიკური შეტევა, ეს ძალიან უსიამოვნო მოვლენა არის. და ესე ვიყავი რამოდენიმე ღამე, 1, 2, 3, 10 ღამე და ბოლოს ვიფიქრე, რომ იცი რა, ეხა ხوار გადავყვები ამ სიტუაციას რა, დავუშვათ ვერ დავამთავრებ. ნუ შევეცდები დარჩები აქ და შევეცდები ჩემს მაქსიმალურს. და რა მოხდა, იცით, მოვეშვი რაღაცნაირად და მივყევი დინებას. მაინც რთული იყო ცხოვრება, მაგრამ უკვე ამ ყველაფერზე აღარ ნერვიულობდი. ეს პანიკური შეტევები წავიდა და გავიდა სულ რამოდენიმე დღე, შეიძლება 2-3 დღე და ერთვენიერ საღამოს, როდესაც მე რაღაცას ვაკეთებდი სახში, თუ არ ვშდები, ტასაცმელს ვრეცხავდი, ხო? სახში ვრეცხავდი ხოლმე, თორე ტასაცმლის გარეცხვა ძალიან დიდი თანხა მიჯდებოდა გარეთ სპეციალურ სამრეცხოებში. და ხოდა ვრეცხავ ამ ტასაცმელს და უცებ მაქვს ესეთი იდეა თავში, რომ შედი ინტერნეტში. ვიფიქრე, საიდან მოვიდა ეს იდეა, რა დროს ინტერნეტი არის, ხა უნდა გავრეცხო ეს ჩემი იუბკა. ხო და კიდევ ერთხელ ეს იდეა, ახლავე შედი ინტერნეტში. და რაღაცნაირად ვენდე ამ სიტუაციას და ავდექი და შევედი ინტერნეტში. და აღმოჩნდა, რომ იქ ვიპოვნე ჩემი მეგობარი, უახლოესი მეგობარი დაქალი, რომელიც ამ დროს იყო საბერძნეთში. მას არ ჰქონდა სახში ინტერნეტი და ეს იყო ეს იშვიათი შემთხვევა მის ცხოვრებაშიც, მის რეალობაშიც ასევე, როდესაც ის სპეციალურად წავიდა ინტერნეტ კაფეში, რომ უბრალოდ იქ ვინმეს დალაპარაკებოდა ან თავის მშობელს, ან თავის მას იმედიც კი არ ჰქონდა, რომ მე დამელაპარაკებოდა. და ვიპოვე ინტერნეტში ჩემი დაქალი, რომელიც აღმოჩნდა, რომ იყო საბერძნეთში. საბერძნეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, რომელშიც მე ასევე მქონდა გაგზავნილი აპლიკაციები, მაგრამ პასუხმა დაიგვიანა და რამდენადაც პასუხმა დაიგვიანა, მე წამოვედი ბრიუსელში შესაბამისად. მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ პასუხი ჩამოვიდა დადებითი. მე რაღაცნაირად ამ მეილს ავწდი, თურმე გამომიგზავნეს არაერთი მეილი, მაგრამ მე არ ვამოწმებდი რატოღაც მეილებს. თუ ვწები და წავშალე ძველი მეილები. იმდანად უარყოფით ენერგიაში ვიყავი თავიდან რომ ჩავედი, რომ გავასუფთავე ჩემი მეილები და წავშალე აბსოლუტურად ყველა მეილი. ნახეთ, როდესაც უარყოფითად ხარ განწყობილი, შავს უშვებ ხელიდან. ხოლო საკმარისი იყო, რომ ჩემი განწყობა დადებითისკენ შემომებრუნებინა, უცებ ჩემთვის იღბლიანი ბორბალი კარგად დატრიალდა, სასურველი მიმართულებით დატრიალდა. ჩემო მეგობარმა მითხრა, რომ რახან მე მომივიდაო ეს დადებითი პასუხი და სტიპენდიაო, იმიტომ რომ რეალურად მას ჰქონდა ცხოვრების სტიპენდია და სწავლის სტიპენდიაც. მე ბელგიაში მხოლოდ სწავლის სტიპენდია მქონდა, ცხოვრების სტიპენდია არ მქონია.
ხო და ალბათ შენც მოგივა, იმიტომ რომ შენც ძალიან კარგი სკორი ქონდაო TOEFL-შიო და მართლაც წავიდა უნივერსიტეტში და აღმოაჩინა რომ მეც ასევე მაქვს სრული სტიპენდია. და ჩემო უნივერსიტეტმა ეს სტიპენდია არავის სხვას არ მისცა იმის იმედით, რომ მე როგორმე დამიკავშირდებოდნენ. და აღმოჩნდა ისე, რომ ჩავსულიყავი საბერძნეთში უახლოეს 3-4 დღეში ეს სტიპენდია მე მომეცებოდა ხელში და მე გავაგრძელებდი იქ სწავლას, უბრალოდ დავიწყებდი იქ სწავლას. იმიტომ რომ საბერძნეთში უფრო გვიანი იწყებოდა სწავლა. უბრალოდ ეს ბერძნულად არ იყო სწავლა, ბერძნული დღემდე არ ვიცი. სწავლა იყო ინგლისურად ძალიან კარგ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ბერძნულ უნივერსიტეტში. და მოკლედ აღმოჩნდა რომ მაქვს ეს შანსი და მართლაც წავედი საელჩოში და შემხვდა ძალიან კარგი ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მეორე დღეში ჩამირწყა ვიზა და 2 დღეში უკვე ვიყავი საბერძნეთში ჩაფრენილი და ისე ბედნიერი ვიყავი. ყველაფერი უბრალოდ რაღაცნაირად ქვეცნობიერად მესმოდა, რომ რაღაცა საოცრების წინაშე ვიდექი, იცით? უბრალოდ გავაანალიზე შემდგომ რაღაც პერიოდი რომ გავიდა, იმ დროს ვერც გავაანალიზე თუ რატომ მომივიდა ეს იდეა რომ შევსულიყავი ინტერნეტში. მოგვიანებით გავაანალიზე რომ იმ დროს იმ მომენტში რომ არ შევსულიყავი ინტერნეტში, მე აბსოლუტურად დავკარგავდი შანსს, რომ რამენაირად მიმეწვდინა ხმა ჩემი მეგობრისთვის, ან პირიქით მას მოეწვდინა ხმა ჩემთვის. ხო და ანუ იღბლიანი ბორბალი შეხედეთ, როგორც კი თქვენ დადებითად შემოტრიალდებით, ყველაფერი თქვენთვის დადებითად შემოტრიალდება. ეხლა ვისაუბროთ, თუ როგორი ადამიანი შეიძლება შეგვხვდეს ამ კარტის მიხედვით. ამ კარტის მიხედვით ადამიანი არის აზარტული, ცვლილებების მოყვარული, ინტუიციური, დიდხანს ვერ ჩერდება ერთ ადგილას, უყვარს ცვლილებები, ენდობა თავის თავს და ერთი სიტყვით ეს არის იღბლიანი ადამიანი. რაღაცნაირად ადამიანი იღბლიანი ბორბლის ქვეშ მე მაგონებს სულელის კარტას, ანუ ნულოვან კარტას. ანუ თქვენც თუ გავლებთ პარალელებს, ალბათ იპოვით მსგავსებას. სიტუაცია იღბლიანი ბორბლის მიხედვით არის ცვალებადი. ჩნდება შანსი, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვა რაღაცა დადებითი. და აუცილებელია რომ ეს შანსი გამოიყენოთ, იმიტომ რომ იღბლიანი ბორბალი არასოდეს არ ჩერდება, ის არის რაღაც მატარებელი, რომელზეც უბრალოდ უნდა შეხტე. ის არ დაგელოდება. გესმით, უნდა გამოიყენოთ შანსი. თუ არა და დაელოდოთ შემდგომ იღბლიან ბორბალს და ვინ იცის რამდენი ხანი მოგიწევთ ლოდინი. ზოგადად იღბლიანი ბორბალი ისე და ისევ აღნიშნავს კარმულ ურთიერთობებს, აი ეს საკმაოდ ისეთი მძიმე მომენტი არის, ეგრე ვთქვათ, ანუ თუ წინა ცხოვრებაში იტანჯებოდი და ვერაფრით ვერ გადალახე, ვერაფრით ვერ განვითარდი აი ამ სიტუაციიდან, შეიძლება რომ შემდგომ რეინკარნაციაშიც იგივე ტანჯვის გავლა მოგიწიოს, სანამ შენ გაკვეთილს არ ისწავლი. ასევე შეიძლება ნიშნავდეს რაღაც განმეორებად სიტუაციებს, ხშირად ეს არის რაღაც გარკვეული ცუდი სიტუაციები, ისევ და ისევ ეს რაღაც გარკვეული სიღარიბე, ცუდ ადამიანებთან ურთიერთობა და ასე შემდგომ. ურთიერთობები ზოგადად იღბლიანი ბორბლის მიხედვით არის ან დასაწყისში, ან რომელიმე ფაზაში. ანუ ზოგადად იღბლიანი ბორბალი გვეუბნება, რომ თქვენ ან ყველაფერი ეხლა შემოვა თქვენს ცხოვრებაში, თუ თქვენ გულისტორი ჯერ არ გყავთ, ხოლო თუ თქვენ ხართ ურთიერთობაში და ნერვიულობთ, რომ რატომღაც თქვენ პარტნიორთან ცოტათი შენელ და ცეცხლი ეგრე ვთქვათ, არ ინერვიულობთ, ყველაფერი ტრიალებს და ყველაფერი ისევ და ისევ გამეორდება. ხოლო თუ ის ამოვა ცუდ კარტებთან ერთად, მაშინ შეიძლება მას გქონდეს ნეგატიური მიმართულება და მიუთითებდეს დაშორებაზე. ასევე შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ეს არის თქვენს ცხოვრებაში კარმული ურთიერთობები, რომელიც თქვენ აუცილებლად უნდა გაიაროთ. სამსახურით ასევე შესაძლოა იყოს კარმული. შეიძლება ამ სამსახურმა გახსნას თქვენთვის არაერთი კარები, მოგცეთ სხვა განვითარების შანსი. ანუ ზოგადად დადებითი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში. შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ ჩაებმებით რაღაც გარკვეულ მექანიზმში, აი ამ გარკვეული პროფესიული ორგანიზაციის დიდ უშველებელ მოტრიალე მექანიზმში და თქვენზე ბევრი არ იქნება იქ დამოკიდებული, ანუ ეს მექანიზმი წაგიყვათ იქ, სადაც მას უნდა. შეიძლება ასევე გულისხმობდეს ციკლურ სამსახურს, ანუ 24 საათი მუშაობა, 24 საათი დასვენება, ან სეზონური სამუშაო
და ასე შემდგომ. პროფესიები ძალიან საინტერესო, ყველაფერი დაკავშირებული აზარტულ თამაშებთან. რატომაც არა, კაზინოში თუ გიდათ კრუპიეთ მუშაობა, იღბლიანი ბორბალი თქვენ დაგეხმარებათ იპოვოთ ეს სამსახური. შეიძლება ნიშნავდეს მგზავრობას, მოგზაურობას, ანუ შეიძლება მოგზაური იყოს თქვენი პროფესია. მოგზაურობა, რამდენადაც ბორბალი, ბორბალი ხო, მანქანას ნიშნავს. შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ რაღაც გარკვეულ სისტემაში იმუშავებთ, შეიძლება ის იყოს თქვენი პოლიტიკური კარიერა, საბანკო სისტემა მაგალითად. შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ იმუშავებთ რეკლამის სფეროში, რეკლამა ძალიან უხდება იღბლიან ბორბალს, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ სულ ახალი და ახალი ინფორმაცია, ან ახალი და ახალი პროდუქტების განვითარება ხდება. გესმით, ანუ რეკლამის დროს ყველაფერი ბრუნავს, რომ არ დაეცეს მომხმარებელთა ინტერესი. და ბოლოს ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ თქვენ გახდებით მძღოლი. რატომაც არა ბორბალი, მძღოლი, მოგზაურობა. ხო და მე-10 კიდე, საათთანაც ასოცირდება. ფულისთვის ეს კარტი არის ძალიან დადებითი კარტი, გულისხმობს წარმატებას, დიდი ფული შემოვა თქვენ ცხოვრებაში ძალიან ადვილად, შეიძლება თქვენ მიიღოთ გარკვეული მემკვიდრეობა, ან რაღაც ბიზნესში შეხვიდეთ მცირე თანხით და კარგი კურსი მოხსნათ, ან ბოლოს თქვენ შეიძლება მოიგოთ ლოტერეა. რჩევა ის რომ მიენდეთ ბედს, იყავით აბსოლუტურად ცენტრში თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობის მიხედვით, უბრალოდ იყავით მადლიერები, როდესაც რაღაცა დადებითი შემოვა თქვენ ცხოვრებაში და გადაიზრდება ეს ამ პარტნიორობაში, იფიქრებთ რომ ეს არის თქვენი დამსახურება, ეს არ არის თქვენი დამსახურება, ეს არის ღმერთის დამსახურება, ეს არის იღბლიანი ბორბალის დამსახურება. თქვენი დამსახურება მხოლოდ ის არის, რომ თქვენ დადებითი ვიბრაციები გაუშვით სამყაროში. გესმით? და უბრალოდ იყავით მადლიერნი. ხოლო თუ იქნება რამე უარყოფითი, შედადეთ მაქსიმალურად იმოძრაოთ იღბლიანი ბორბალის ცენტრისკენ თქვენი ემოციების მიხედვით. მაქსიმალურად იყოთ ნეიტრალურები და ცოტა ხანი შეიძლება ითქვას ფეხებზე დაიკიდოთ ყველაფერი, ხო? გადაიტანოთ ყურადღება სხვა მიმართულებით. და უბრალოდ გჯეროდეთ, რომ ყველაფერი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგვარდება. ხო, ჯანმრთელობა მინდოდა მეთქვა, ჯანმრთელობა ზოგადად არის დადებითი, თუმცა ნიშნავს შეიძლება იმას, რომ რაღაცა იცვლება ჯანმრთელობის მიხედვით თქვენ ცხოვრებაში, ანუ შეიძლება გქონდეთ რაღაც ციკლური დაავადებები, ან ალერგიები, სეზონური ციკლი, ისევ ქალურ ციკლთანაც შეიძლება იყოს ასოცირებული. შეიძლება ასოცირებული იყოს ტაბლეტთან, რომ თქვენ მოგიწევთ მიმართოთ ტრადიციულ მედიცინას და არა ალტერნატიულ მედიცინას. შეიძლება ნიშნავდეს ასევე მონელების სისტემას და სისხლის ცირკულაციის სისტემას, აი ამ ორ სისტემას, სისხლის ცირკულაცია, ლიმფის ცირკულაცია, საჭმლის მონელების სისტემა, ყველაფერი რაც მოძრაობს ციკლურად. კარგით, გადავიდეთ შემდეგ კარტაზე და შემდეგი კარტა არის 11 ნომერი, სამართალი. და ამ კარტის მიხედვით მე გავცემ პასუხს კითხვაზე, არის თუ არა ამ დედამიწაზე სამართალი. ანუ წინა კარტის ბედის ბორბლის მიხედვით ყველა ადამიანი იმას იღებს, რისიც ჯერა. თუ მდიდარს ჯერა, რომ გამდიდრდება იმის ხარჯზე, რომ სხვას წაართვას ფული და ღარიბი კიდე შეშინებულია და სულ ეშინია, რომ გაღარიბდება და გაღარიბდება, რა გამოდის, რომ მდიდარი მუდმივად გამდიდრდება და ღარიბი მუდმივად გაღარიბდება? იგივე ანალოგიური ურთიერთობები შეიძლება სადისსა და მის მსხვერპლს შორის, ხო? თუ სადის ჯერა, რომ შეუძლია მსხვერპლი აწვალოს დაუსრულებლივ, შესაძლებელია, რომ ეს მოხდეს? და მსხვერპლი მუდმივად უნდა იტანჯებოდეს თავისი ცხოვრების მანძილზე? იცით რა არის, თუ არ შეცვალა ვიბრაციები რომელიმე მათგანმა, ან ტანჯველმა, ან ტანჯულმა, კი, შეიძლება ეს ყველაფერი ესეც გაგრძელდეს ამ ცხოვრებაში. შეიძლება ეს ტანჯვა და წვალება გაგრძელდეს დაუსრულებლად. და პრინციპში არის შეგრძნება, რომ სამართალი არ არსებობს. მაგრამ სინამდვილეში, როგორც კი ადამიანი, აი დავუშვათ მსხვერპლი, მოეშვება. როგორც კი ის იქნება ოდნავ იმედით, როგორც კი ის შემოbrunდება სულ ცოტათი რწმენისკენ, რომ სიტუაცია შეიძლება დადებითად, სიტუაცია ძალიან მალე შეიძლება დადებითად. ისეთი საოცარი გზებით, რომ ადამიანს შეიძლება არც კონდეს ეს წარმოდგენილი, რომ ეს შესაძლებელი იყოს. ასევე ყველა მწვალებელმა იცის, რომ ადრე თუ გვიან შესაძლოა დაისაჯოს.
Ხოლო ადამიანს აქვს ჩამონტაჟებული ესეთი კაი საინტერესო სამართლის მექანიზმი. ეს არის სინდისი. სინდისი არასოდეს არ იძინებს, ეგრე ვთქვათ, ის შეიძლება მხოლოდ ჩაახშო. ის იღვიძებს დრო და დრო ხალხი ახშობს მას როგორც შეუძლია. სინდისი თითქოს ადამიანს ეუბნება, რომ აი, შენ არასწორად იქცევი და შეიძლება ამ ყოველფრისთვის დაისაჯო. შესაბამისად, ეს მწვალებელი ან წამრთმეველი დაუშვათ ქონების წამრთმეველი ადამიანი შეიძლება ცოტათი ჯერ დაეჭვებული იყოს, რომ აი თუ ყველაფერი წარმავალია და მე ყველაფერი წამერთმევა. შემდგომ შეიძლება ეს ფიქრი გაიზარდოს. მოვიდეს შიში. დამერწმუნეთ, ადრე თუ გვიან მისი ცხოვრების მანძილზე. ეს შიში გაიზრდება და როგორც კი გადააჭარბებს აი ამ წარმატებულად ცხოვრების ვიბრაციას, იმ წუთასვე მას მოეთხოვება პასუხი. ანუ აუცილებლად ხდება სამართლის აღდგენა. ოღონდ როდის ხდება აი ამ სამართლის აღდგენა? ეს უკვე დამოკიდებულია იმ ინდივიდუალურ რწმენათა სისტემაზე, რომელიც აქვს ორივე მხარეს, ანუ მწვალებელს და მსხვერპლს. ხოლო რა ხდება თუ ადამიანი ცხოვრების მანძილზე არ შეცვლის ვიბრაციას? მწვალებელი იფიქრებს, რომ შეიძლება დაუსჯელმა იაროს დედამიწის ზურგზე. ხოლო ტანჯული ასევე იფიქრებს, რომ შეიძლება მუდმივად იტანჯებოდეს. კი, შეიძლება სამართალი არ იქნეს მოპოვებული აი ამ რეინკარნაციაში, ეგრე ვთქვათ. შეიძლება ორივე ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან, რომ ვერ გადაიხადოს, ეგრე ვთქვათ, თავისი საფასური. ტანჯულმა ვერ მიიღოს ანაზღაურება, ხოლო მწვანებელს კი არ მოეკითხოს სამართალი. მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ აი ამ რეინკარნაციაში. ანუ რეალურად ადამიანებმა თუ ვერ გადაიხადეს თავისი გადასახდელი აი ამ რეინკარნაციაში, აუცილებლად გადაიხდიან აი ამ ყველაფერს შემდგომ რეინკარნაციაში. ეს ყველაფერი არის აღმოსავლური ფილოსოფიის მიხედვით, ამას იზიარებს ჰერმეტიზმიც, ფაქტურად, ანუ ტაროს კარტის ფილოსოფიის მიხედვით არის ესეთივე სიტუაცია. ადრე მე ნამყოფი ვარ ინდოეთში და ინდოეთში ისეთ საინტერესო ის არის. ხალხს ჯერა, რომ თუ ამ რეინკარნაციაში არის უსაზღროდ ღარები, უბრალოდ მუშვებულია, ცხოვრობს, არ აქვს არანაირი სურვილი გაიუმჯობესოს თავისი სიტუაცია ახლა და უბრალოდ ელოდება შემდგომ რეინკარნაციას, რომ შემდგომ რეინკარნაციაში აუცილებლად დაიბადება როგორც მდიდარი. ანუ აღმოსავლური ფილოსოფია პირდაპირ აი ამ რაც მინუსებში იყავი, შემდგომ პლუსებში აუცილებლად იქნები. ნუ ტაროს კარტის ფილოსოფიის მიხედვითაც არის ეს. ანუ სამართალი აუცილებლად მოვა, მაგრამ არავინ არ იცის როდის. ესმით, შეიძლება ის მოვიდეს იგივე ადამიანისგან, შეიძლება თუ ვინმე წაგართვათ გარკვეული თანხა, ის დაებრუნოთ იგივე ადამიანისგან, შეიძლება ეს მოვიდეს სრულიად სხვა ადამიანისგან. შეიძლება სამყარო დაუშვათ გიწყალობოთ იმ მხრივ, რომ მოგაგებინოთ ლატარია. ის რაც თქვენ დაკარგეთ, საკმარისია ოდნავ იმედიანად იყოთ და აუცილებლად დაიბრუნეთ. ხოლო მწვალებელი კი დაისჯება, შეიძლება ეხარა, მაგრამ აუცილებლად როდესმე და ძალიან სასტიკად, სწორედ ისე, როგორც იმსახურებს. გასაგებია, ეს არის აი ამ კარტის პრინციპი. ანუ რეალურად აქ გამოსახულია ბერძნული მითოლოგიიდან ქალღმერთი სემის, ანუ ს აქვთ ბერძნებს ესეთი ასო, სემის, რომელიც გამოხატულია ძალიან ხშირად სასწორი წონის ადამიანის ქმედებებს და მეორე ხელში ზოგჯერ მას გამოხატავენ ხმლით. ხშირად მას თვალები ახვეული აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალღმერთი აბსოლუტურად განყენებულია ნებისმიერი ემოციებისგან, ნებისმიერი დაუშვათ გამართლებებისგან, მას არ აინტერესებს თუ რატომ. მას აინტერესებს თუ ვინ, ვის, როდის, რა ავნო. ესმით და შესაბამისი იქნება მისი სასჯელი. და ასევე მას ყავს გვერდით მეორე ქალღმერთი, მას ქვია ნემესისი. ნემესის აქვს ხელში ხმალი და ფრთები და ის უშუალოდ ასრულებს აი ამ მართლსაჯულებას. ანუ ერთი ქალღმერთი წონის თუ ვინ რა დაიმსახურა, ხოლო მეორე კი უცებ მიფრინდება თავისი ფრთებით და თავისი ხმლით ასრულებს მართლსაჯულებას. და ფაქტიურად აი ამ ორი ქალღმერთის პერსონალიზაცია ხდება აი ამ კადრში. ჩვენ ხედავთ რეალურად ადამიანს, რომელიც განლაგებულია ორ სვეტს შორის.
ეს სვეტები არის რეალურად ადამიანის შექმნილი სტრუქტურა დედამიწაზე, ეს სამართლის კარტი. ხშირად ნიშნავს სამართლებრივ ინსტიტუტებს, იქნება ეს სასამართლო, იქნება ეს ნოტარიუსი, იქნება ეს ციხე თუ ასე შემდეგ. და ეს ორი სვეტი არის ორი კაბალისტური სვეტი, რომლისგანაც ერთი ნიშნავს, რომ ღმერთი არის გამცემი, ანუ ერთი სვეტი არის გამცემი, ესე ვთქვათ, ხოლო მეორე სვეტი არის წამრთმევი. ანუ ღმერთი მოწყალებას უსასხვროდ არ იძლევა. მით უმეტეს ადამიანებისთვის, რომლებიც ამას არ იმსახურებს. ქალსაცვია ესეთი წითელი მანტია, შესაბამისად აქ არის ძალიან დიდი რაოდენობით მამაკაცური ენერგია, ცისფერ ფერს ფაქტიურად აქ ვერ ვხედავთ როგორც ქალურ ენერგიას. მამაკაცური ენერგია კი მოკლებულია ყოველგვარ ემოციურობას, ანუ ამ ქალს ემოციური თვალსაზრისით ვერ დაურბილებთ გულს. გარდა ამისა, თვითონ ეს მანტია, მოსასხამი და ფერი ნიშნავს ასევე სტატუსს. ერთ ხელში აქვს სასწორი და მეორე ხელში ხმალი, უკვე ვთქვი, საიდან არის მოსული ეს სასწორი და ხმალი. თავზე გვირგვინი ასევე სტატუსის განსაზღვრელია და ძალიან საინტერესო ესეთი ოთხკუთხედი არის გამოსახული გვირგვინზე და ასევე აი მოსასხამის შესაკრავად არის ოთხკუთხედი. ზოგადად ოთხკუთხედი არის მყარი ფიგურა, რომელიც ძალიან მყარად დგას, როგორც არ უნდა გადაატრიალო, დააგდო და ასე შემდეგ. და ზოგადად ნიშნავს მატერიალისტურ სამყაროს, ანუ მისი სამართალი სრულდება აქ, ამ მატერიალურ სამყაროში. კარტის ფონი არის ყვითელი. ყვითელი საერთოდ ნიშნავს ღმერთის წყალობას, ყვითელი ფერი, როდესაც არის ფონად, ანუ კარტი დადებითია. მაგრამ აი ამ ფონზე ჩამოფარებული არის ვუალი და ეს ვუალი რეალურად აი ამ ქალბატონს სჭირდება იმისთვის, რომ მოახდინოს აბსტრაგირება ყოველგვარი ზედმეტი გამღიზიანებლისგან, ყოველგვარი ემოციისგან, ყოველგვარი ზედმეტი განმარტებებისგან და ასე შემდეგ. მას აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები და ფაქტებზე კონცენტრაცია. და მისი სახეც არის საკმაოდ მრისხანე, ანუ ვერანაირად თქვენ მას ვერც მოელაპარაკებით, ვერც ვერაფერს ვერ აუხსნით, ანუ დაიმსახურე, უნდა გადაიხადო. საერთოდ ეს არის არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების კარტა, ანუ ეს ნაცრისფერი ფერი ხო თქვი, ადამიანის მიერ შექმნილი სტრუქტურები არის თქო დედამიწაზე, სვეტების ფერი ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებს, ეს არის ასევე სინდისის კარტა. როგორც თქვი, სინდისი არის ყოველი ჩვენგანის ინდივიდუალური და უტყუარი საზომი. ძალიან ძნელია მოატყუო საკუთარი სინდისი. ის შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ჩაახშო რაღაც გარკვეული დროის მანძილზე. ხშირად გარდა შეიძლება მოგიწოდებდეთ იმას, რომ საქმე უნდა გადაწყვიტოთ სტრუქტურების მეშვეობით, სამართლებრივი სტრუქტურების მეშვეობით, და უნდა მიმართოთ თქვენ სინდისს, როგორც სინდისი გიკარნახებთ, ისე უნდა მოიქცეთ. და იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ ჩაგრული, კარტა მიუთითებს ასევე, რომ სამართალი აღდგება და უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ დამნაშავე დაისჯება. კარტა არის ზოგადად დადებითი, თუ თქვენ ამოგივიდათ ნიშნავს, რომ სამართალი აღდგება თქვენ სასარგებლოდ, მაგრამ თუ ეს ამოდის უარყოფით კარტებთან ერთად, მომავალში ჩვენ კიდე განვიხილავთ ძალიან ბევრ უარყოფით კარტას, თქვენ ნახავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სამართალი არ სრულდება ისე, როგორც საჭირო არის. ანუ აქ ადგილი აქვს ან ჩაწყობას, ან მოსყიდვას, ან რაღაც ზოგადად აი მიწიერ მაქინაციებს, რომელიც ძალიან ბევრი სრულდება დედამიწაზე და რომელიც ადრე თუ გვიან ისევ და ისევ გასამართლდება უმაღლესი სამართლის, ანუ ღმერთის სამართლის მიხედვით. კარგით, როგორი არის ახლა ადამიანი ამ კარტის მიხედვით? ადამიანი არის საკმაოდ ბალანსირებული, აქვს რაღაც გარკვეული შინაგანი კანონები, შინაგანი საკმაოდ მყარი რწმენათა სისტემა, არის ძალიან სამართლიანი, იცნობს თავის თავს და ცდილობს გაიცნოს სხვა ადამიანიც. ეს ადამიანი კარგად წონის ყველას, კარგად აფასებს და თუ ამ ადამიანმა მიიღოთ თქვენ თავის ცხოვრებაში, ჩათვალეთ, რომ მიიღებთ ყველა თქვენი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. ანუ თუ თქვა მან, რომ კი მე შენთან ერთად ვიცხოვრებ, ან ვითანამშრომლებ და ასე შემდგომ, ჩათვალეთ, რომ ის კარგად გიცნობთ და თქვენ კარგსაც და ცუდსაც მიიღებთ. მაგრამ რა თქმა უნდა, არ უნდა გადააჭარბოთ, ხო? იმ შემთხვევაში თუ ადამიანი რეალურად იმსახურებს, მას შეუძლია დაგჭრეთ სიტყვით. ის არის საკმაოდ სიტყვა მახვილი,
და როდესაც საჭიროა ის ურტყამს აი ამ ხმალს ადამიანს საჭირო დროს და საჭირო ადგილას. ის საკმაოდ სიმშვიდის მოყვარულია, წესრიგის მოყვარულია, არ უყვარს ბევრი რაღაც ისტორიები და გადმოხვევები, მისთვის ყველაფერი გასაგებია, ყველაფერი გარჩეულია, ყველაფერი განმარტებული არის. ცოტათი მოსაწყენი ადამიანი შეიძლება იყოს მათთან, ანუ ესეთი ემოციური საქანელებზე ვერ იქანავებთ ესეთ ადამიანთან. მაგრამ ჩემი აზრით ეს არის მშვენიერი ადამიანი. მე მიყვარს საბართლიანი ხალხი ზოგადად. ეხლა ურთიერთობა როგორი არის ესეთ ადამიანთან? ამ ადამიანთან ყველაფერი არის გაწერილი. ყველაფერი იცით თქვენ, ანუ ყველაფერი უკვე მოლაპარაკებულია ურთიერთობის დასაწყისშიც კი. თქვენ იცით თქვენი მოვალეობები, იმან იცის თავისი მოვალეობები და ორივე მხარე ცდილობს შეასრულოს საკუთარი მოვალეობები. აქ ხშირად არ არის ღალატი, იმიტომ რომ ესეთი წესი არის. ამ ურთიერთობაში თუ ერთი ადამიანი ღალატობს, მეორე ადამიანსაც აქვს უფლება რომ იგივე გააკეთოს, რატომაც არა. თუ ერთი ადამიანი წერს ხმას, მეორე ადამიანსაც აქვს უფლება ხმა აწიოს. ზოგადად დაკვირვები ხართ, რომ ურთიერთობები არის უმეტესად ტოქსიკური, როდესაც ერთ ადამიანს აქვს უფრო მეტი უფლებები ვიდრე მეორეს. ანუ რამდენადაც მეტი უფლება აქვს ერთ ადამიანს, მით მეტი უფლება წარწმეული აქვს მეორეს. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ არც ერთ ადამიანს უფლება წაგართვათ რაიმე თქვენი უფლება. ყოველთვის იყავით მაქსიმალურად სამართლიანი. ვინმე გაგიკეთათ რაღაცა ცუდი? ჩათვალეთ რომ მან გააღო კარები, რომლის მიხედვითაც თქვენ მოგცათ იგივეს უფლება. თქვენ უკვე გააკეთებთ ამას, თუ არ გააკეთებთ, ეს თქვენზეა დამოკიდებული. ესმით, ანუ ძალიან ხშირად ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას ვითმენთ სხვა ხალხისგან. და პრინციპში ეს სამართლის კარტა მოგიწოდებთ, რომ არ არის საჭირო ეს. ყველას უნდა დაუბრუნო ვალი, მყისიერად, სასურველია მყისიერად. გასმით? ხო, კიდევ ესეთი ინფორმაცია მინდოდა ჩამერთო ადრე მოვისმინე ვედების მხრიდან. ანუ იმისთვის, რომ ზოგადად აი უკეთესად გაიგოთ სისტემა, სამართლის სისტემა ზოგადად თქვენს გარშემო. ჩათვალეთ, რომ თქვენს გვერდით თქვენ შეგიძლიათ გახსნათ ძალიან ბევრი სხვადასხვა კარები, სხვადასხვა ადამიანთან და სხვადასხვა სიტუაციაში. მაგალითად, მოისურვებთ, რომ შეურაცხყოფა მიაყენოთ თქვენს მეგობარს. ჩათვალეთ, რომ გაიხსნება ახალი კარები, რომლიდანაც ან თქვენი მეგობარი, ან რომელიმე სხვა ადამიანი თქვენი მეგობრის სანაცვლოდ ადრე თუ გვიან, უცნობი არის ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაგეხსნით ამ კარებს უკან და გაგცემთ პასუხს. ზუსტად ისეთივე სიმძლავრით, როგორიც თქვენ მას შეურაცხყოფა მიაყენეთ. გესმით? და ანალოგიურად თუ თქვენ ჩაიდენთ რაღაცა სიკეთეს, ჩათვალეთ, რომ სიკეთის კარები გახსნილია და აუცილებლად ელოდეთ, რომ შეიძლება ეს ადამიანი და შეიძლება სხვა ადამიანი რამენერად თქვენ როდესმე დაგეხმარებათ, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ. ადამიანებს ზოგადად არ ესმით ეს კანონზომიერება, იმიტომ რომ დროში ეს საკმაოდ არასტაბილური არის, ეგრე ვთქვათ. ანუ თუ თქვენ მყისიერად არ გაგცეს პასუხი შესაბამისი, თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ რაღაც გარკვეული შეცოდება შეგრჩათ. მაგრამ ესე არ არის. თქვენ ყოველთვის მოგეკითხებათ პასუხი, ადრე თუ გვიან. შეიძლება ზოგადად ვერ გაიგოთ რისთვის, რატომ და რანაირად, მაგრამ აუცილებლად იფიქრეთ, რომ ეს არის თქვენივე დამსახურება, ხო? და შესაბამისად სიკეთის თვალსაზრისით. სამსახური სამართლის კარტის მიხედვით აუცილებლად იქნება გაწერილი. აუცილებლად იქნება დაფუძნებული რაღაც გარკვეულ კონტრაქტზე, სადაც თქვენ გეცოდინებათ თქვენი უფლებები და ყველაფერი იქნება ისე, როგორც არის ამ კონტრაქტში. თქვენი ანაზღაურებაც იქნება კონტრაქტის შესაბამისი. აქ შეიძლება იყოს სხვადასხვა პროფესიები, რომელიც დაკავშირებულია სასამართლო სტრუქტურებთან. თქვენ შეიძლება დაუშვათ ამ კარტით ამოგივიდეთ მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, შემოწმებელი, რევიზია, ჯარის წარმომადგენელი, ბუხალტრები გადიან ძალიან ხშირად ამ კარტით, ანუ ეს ორი სვეტი არის როგორც დებეტი და კრედიტი, ხო? ერთი მომცემია, მეორე კი წამსთმევი არის. შეიძლება ეს ნიშნავდეს ციხეში სამსახურს ან ზოგადად ციხეში მოხვედრასაც კი. და ასევე საპოლიციო სტრუქტურებს. ფული ამ კარტით აუცილებლად იქნება იმდენი, რამდენიც არის კონტრაქტი. რამდენიც თქვენ დაიმსახურეთ, აი რამდენიც მოლაპარაკებაში წერია, იმხლა იქნება თქვენი ანაზღაურება.
თუ თქვენ გაქვთ გარკვეულ პარტნიორთან ურთიერთობა, რამდენიც გეკუთვნით წილის თვალსაზრისით, ზუსტად იმდენს მიიღებთ. არც მეც და არც ნაკლებს. ჯანმრთელობა ზოგადად ამ კარტის მიხედვით არის კარგი, ადამიანი საკმაოდ მყარად ზის თავის პოზიციაზე, მაგრამ რეკომენდებულია ცხოვრება რაღაც გარკვეული რეჟიმით, ანუ თქვენ უნდა გაწერილი გქონდეთ დღე და შეჭამოთ შესაბამის დროს და დაიძინოთ შესაბამის დროს, წამალიც მიიღოთ შესაბამის დროს. ზოგადად აქ ყველაფერი ბალანსირებულია, ყველა სისტემა უკვე ბალანსირებულია, ხოლო თუ ადამიანი უჩივის რამეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბალანსი დარღვეულია, ანუ მეტაბოლიზმი დარღვეულია რაღაცით, შეიძლება ეს იყოს მოწამვლა, ან რაღაც გარკვეული სხვადასხვა ორგანიზმის პრობლემები, რომელიც აი ამ ბალანს, ორგანიზმში არსებულ ბალანს რეალურად არ ხვევს. რჩევა არის ის, რომ მიენდეთ თქვენ სინდისს, იმიტომ რომ თქვენი სინდისი არის თქვენი საუკეთესო მოსამართლე. კი, ჩვენ გვაქვს 10 მცნება, ყველა ვიცით, რომ არავინ არ უნდა მოუკლათ და ასე შემდეგ, ეს ისედაც ვიცით. ხო, ეს დღესდღეობით მე მგონი ძალიან დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანია და იმდენად სხვადასხვა ნიუანსებისგან შედგება, რომ აი უკვე ამისთვის, აი ამ პატარა ნიუანსების რეგულაციისთვის აუცილებელი არის საქმეში შემოვიდეს სინდისი, ანუ მაქსიმალურად მიგისითებთ კარტა, რომ მიმოქმედეთ სინდისით, ან მიმართეთ შესაბამის სტრუქტურებს. კიდევ ერთი საკითხი, თუ თქვენ გაქვთ რაიმე კონტრაქტი, აუცილებლად უნდა შეასრულოთ მისი პირობა. თუ თქვენ ვინმეს შეპირდით, აუცილებლად უნდა შეასრულოთ თქვენი დანაპირები, იმიტომ რომ შეპირებაც არის ასევე სიტყვიერი კონტრაქტი, რომელიც შეიძლება ეხლა გადეხოთ ამ დედამიწაზე ამ სიტუაციაზე, მაგრამ ღვთიურ სამართალს ამის მიხედვით ვერანაირად ვერ აცდებით. და ზოგადად მინდა გითხრათ, რომ თუ გნებავთ იყოთ თავისუფალი თქვენ ცხოვრებაში, რაც ძალიან ძნელია, ალბათ ვიყოთ აბსოლუტურად თავისუფალი, რაც შეიძლება ნაკლები შეპირებები უნდა გავცეთ. ზოგჯერ არის რომ ადამიანს შეპირდები რომ მოვალ და საჭმელს გაგიკეთებ და სახს დაგილეგებ და ასე შემდგომ და გაიღვიძებ იმ დღეს და აღმოჩნდება რომ თავი ისე გტკივა რომ შეგიძლია საწოლიდანაც არ ადგე და ანუ შესაბამისად ძნელია დანაპირების შესრულება, ანუ ეს ზოგადად ქმნის ძალიან დიდ პრობლემებს. ჯობია რომ არავის ზედმეტად არაფერი არ შეპირდეთ. ხო, ეხლა რაც შეეხება სიმღერებს. სიმღერა გველოდება აქ ძალიან ბევრი, მთელი კონცერტი გველოდებათ დღეს. მე ძალიან გაკვირვებული ვიყავი, რამდენად დიდი რაოდენობით სიმღერა აღმოვაჩინე აი ამ იღბალის ბორბალის კარტის შესახებ და ვიფიქრე თავიდან, რომ მეთქი ამოვარჩევ ერთ სიმღერას და დანარჩენებს კიდე გამოვთიშავ, მაგრამ იმდენად საინტერესო არის თითოეული ეს სიმღერა, რომ გადავწყვიტე ყოველი მათგანი დავტოვო. რეალურად თითოეული სიმღერა მიმართული არის იღბალის ბორბალის ტრიალის სხვადასხვა ფაზაზე, ანუ დაბადების ფაზაზე, ზრდის და განვითარების ფაზაზე და რეალურად სიკვდილის ფაზაზეც კი. ანუ სკორპიონსის Wind of Change მოიცავს დასაწყისის ენერგიას, დაბადების ენერგიას, ადამიანი ელოდება დადებით მოვლენებს, იმიტომ რომ მან იცის, რომ ყველაფერი იცვლება. Sting's Windmills of Your Mind რეალურად მოიცავს აი მუდმივი ტრიალის ენერგიას, გამეორების ენერგიას და აქ უკვე მოცემული არის ბორბლის ფენომენი Never ending or beginning on that ever spinning wheel ხერიც Sting-ი და Deep Purple's Soldiers of Fortune ეს უკვე მოიცავს სიკვდილის და განადგურების ენერგიას. თვითონ ეს Deep Purple სოლისტი მღერის მე ვგრძნობ, რომ ვფერდები და სიმღერები, რომელიც მე მიმღერია, ეკოს მაძლევენ შორიდან, როგორც მბრუნავი ქარის ბორბლების ხმა, აი აქაც ბორბლები. მე მგონი, მე ყოველთვის ვიქნები იღბალის მეომარი. I guess I will always be the soldier of fortune. და ბოლოს ჯონ ლენონის Watching the Wheels. Watching the Wheels არის ზუსტად ისეთი სიმღერა, მე მგონი ჯონ ლენონი უყურებდა ტაროს კარტას და წერდა ამ სიმღერას, იმიტომ რომ სიმღერა არის რეალურად იღბალის ბორბალის მართვაზე. ანუ ჯონ ლენონი ცდილობს, რომ განუდგეს სიტუაციას და უკვე სიტუაციას თავის ცხოვრებას აკვირდება ისე, როგორც
რაღაც აჩრდილებს კედელზე, ანუ სხვა ადამიანთა აჩრდილებს კედელზე. ის არის უკვე განყენებული ადამიანი, ის ცდილობს არ ჩაებას ამ ბორბალში ემოციურად და არ იღებს მონაწილებას ამ ატრაქციაში. ის გარედან უყურებს აი ამ ატრაქციას. ძალიან ფილოსოფიური სიმღერა არის, სხვათა შორის ჯონ ლენონი არ არის ხელწამოსაკრავი ადამიანი, ის არის ძალიან დიდი ფილოსოფოსი. უბრალოდ გაიხსენეთ მისი სიმღერა Imagine. ძალიან ფანტასტიკური ტექსტი აქვს ასევე სიმღერას Imagine და მელოდიაც ზღაპრულია. და რაც შეეხება სამართლის შესახებ სიმღერას, ეს არის Billy Joelis Honesty. რა თქმა უნდა, შინაგანი სამართლის შესახებ. Honesty. ის რაც მე შენგან ჭირდება არის სამართალიო. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ მისმინეთ. იმედია თქვენთვის ეს საინტერესო იყო, იმედია თავი არ შეგაწყინეთ. აუცილებლად დამილაიქეთ ვიდეო, დამიწერეთ კომენტარი, როგორი არის თქვენი აზრი იმის შესახებ, რაზეც მე ვისაუბრე და იმედი მაქვს, რომ ეს ლექცია თქვენთვის იქნება სასარგებლო. ძალიან დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. თქვენთან იყო პრაქტიკული ფილოსოფია ნინო.